პირდაპირ მნიშვნელობით ათასობით ადამიანი არის დაკითხული, დაბარებული პროკურატურაში, ფინანსურ პოლიციაში. ეს არის ძალიან დიდი რაოდენობა ხალხის, რომელსაც აქვს არასტაბილურობის შიშის განცდა, დაჩაგრულობის განცდა. ეს პირველ რიგში ხელისუფლებისთვის არ უარყოფ, რომ ჩვენ ობიექტურად უმცირესობის, მაგრამ პირველ რიგში ქვეყანაში სტაბილურობის განცდა არის ხელისუფლების ინტერესში. ამიტომ მე იმედი მაქვს, ადრეც ვამბობდი და ეხლაც ვამბობ, იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, რომ ქვეყანა წაიყვანოს შერიგების და სიმშვიდის მიმართულებით და არა არეულობის და დაპირისპირების შეწყვეტას, ბატონო დავით, იმიტომ რომ ეს ნიშნავს ამას, რომ მაშინ გამოძიებები უნდა შეწყვეტეს რაღაც კონკრეტულ საქმეებს. არა, გამოძიებების შეწყვეტას ეს არ ნიშნავს, ისე როგორც ეს არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება დაისვას კითხვა, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ზომა და ფორმა. ეხლა, როდესაც პარლამენტის წევრის მიმართ შეიძლება კითხვა არსებობდეს, რა თქმა უნდა, გიორგი ღვინეაშვილი იყო ქალაქის პროკურორი და მის მიმართ იმავე ვთქვათ, ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, შეიძლება არსებობდეს კითხვები და სრულიად ლეგიტიმურია, რომ დაკითხვაზე დაიბარო და თხოვო, რომ ითანამშრომლოს გამოძიებას და ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ როცა ამას აკეთებ, ორი დღით ადრე არ უნდა შეუთვალო, რომ თუ გინდა რომ არ გაგირთულდეს ეს საქმე, საკონსტიტუციო კენჭისყრაში მიიღეს სწორი გადაწყვეტილება. აი ეს არის პრობლემა. ღვინეაშვილი ამ შემთხვევაში იმიტომ ახსენე, რომ ამ ადამიანმა თვითონ პირდაპირ საჯაროდ დაადასტურა, რომ მის მიმართ ასეთი ზეწოლა და ბრალდება იყო. ისე როგორც მაგალითად გოჩა ლემონჯავა, მე კორექტულობას ვიცავ და არ ვასახელებ სხვა დეპუტატების გვარებს, ვიზეც ეს ინფორმაცია მაქვს თვითონ ამ დეპუტატ